Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთი საინტერესო თემა გველის, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა უკვე დაიწყო, სადაც 32 სკოლა არის ჩართული. ამ თემაზე ვისაუბრებთ გაცემის მომდევნო სტუმრებთან ერთად, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ქეთი ასათიანი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი და მცხეთის სოფელ ციხისძირის სკოლის მოსწავლეები ნაჯიბა მამედოვი, ჰეგანა მამედოვი და ნინო ელყანიშვილი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ქალბატონ ქეთი, თქვენგან დავიწყებთ. წელს პირველად ტარდება ეს პროექტი, თუ არ ვცდებით, ამის შესახებ მე რამდენი ტარდება ეს პროექტი საქართველოში და კონკრეტულად რის შესახებ არის, რას მოიცავს ამის შესახებ რომ გქრით. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ უნიშნულოვანი პროექტია, უკვე ტარდება მეორეჯერ წელს პირველად, მაგრამ პირველად ჩატარდა შაშან. ეს არის საბოლოოდ ამას ექნება ვიქტორინან შეჯიბრის სახე, პროექტი არის თემაზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. როგორც თქვენ ვძანეთ, 32, უბრალოდ 33 სკოლა იღებს მონაწილეობას. ამჯერად შაშან პირველად ჩატარდა და იყო ჩვენ გადავარჩევთ მხოლოდ 20 სკოლა. წელს უკვე ჩათვალეთ, რომ აუცილებელია ჩაერთოს არა მხოლოდ თბილისი, არამედ რაიონების და შედეგით შესაბამისი აღმოჩნდა. საკმაოდ მაღალი აქტივობა. ამჯერად მხოლოდ სხეთისა და რუსთავის სკოლები, მაგრამ სამომავლოდ ამ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება რასაკვირველია და ჩვენ გეგმავთ, რომ უფრო გავშალოთ მუშაობა ამ მიმართულებით. პროექტი ძალიან საინტერესოა, სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი ჯერჯერობით. პირველი ჩვენ გეგმავთ ასე, სამუშაო გეგმა არის ასეთი, რომ იმ სკოლებში, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ამ პროექტში, უბრალოდ საბოლოოდ მიიღებენ მონაწილეობას, დავდივართ სათითაოდ ყველა სკოლაში ვატარებთ პრეზენტაციას, დააწურლებით უხსნით რა ტიპის შეჯიბრი იქნება, რა ტიპის მასალაზე იქნება ძირითადი აქცენტები გაკეთებული და ასე შემდეგ. ასე რომ პირველი სკოლები ჩვენი საგანგებო გადაწყვეტილებით იყო სწორედ აი ამ სოფლების სკოლები, რომელიც იღებს მონაწილეობას ამ. ქალბატონ ქეთი, ამ შარშანდელთან შედარებით, ესე იგი მასშტაბი გაიზარდა, უკვე არა მარტო თბილისის, არამედ მცხეთისა და რუსთავის სკოლებსაც მოიცავთ. დაახლოებით რა ვადაზე არის ეს პროექტი გათვლილი, რამდენი ხნის მანძილზე მოგიწევთ სკოლებში მისვლა და ამ თემაზე პროექტის ჩატარება? მთავარი ღონისძიება იქნება დაკავშირებული 26 მაისთან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან, ანუ ბოლო ეტაპი იქნება მაისის ბოლოს, ვთქვათ ასე, 26 მაისამდე. მანამდე ეს რამდენიმე თვე, მარტი და აპრილი იქნება მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ ვივლით სკოლებში. უკვე გადავუგზავნეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა. ჩვენი მიზანია, რომ ამ ბავშვებმა იცოდნენ ყველაფერი ჩვენი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ და საერთოდ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ კავკასიაში და ძირითადი აქცენტები გაკეთდება ამჯერად უკვე იმ დოკუმენტებზე, რომლებიც დაცულია ეროვნულ არქივში და არა მხოლოდ ეროვნულ არქივში, აი ამ თემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში. გასაგებია, მოსწავლეებსაც უნდა ვკითხოთ, აქვე ვიტყვი, რომ მე-11 კლასის მოსწავლეები არიან ჩვენთან სტუმრად. თქვენ რა ფორმით იყავით ამ პროექტში ჩართული და ზოგადად პროექტის შესახებ მოგითხრათ, რამდენად საინტერესო არის თქვენთვის? გამარჯობათ, მე 11 კლასის მოსწავლე ვარ. ეს პროექტი მასწავლებელმა როგორც ცნობა, ძალიან გაგვიხარდა, რადგან ეს პროექტი, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება და ამით ამ პროექტის მეშვეობით მე ჩემს ხოდნას უფრო ავმაღლებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აქამდე ისტორიის პროექტებში საერთოდ არ მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ სხვა პროექტებში ვიყავი მონაწილე, ვიღებდი მონაწილეობას და ეს პირველად ისტორიის პროექტში ვარ ჩართული და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ბევრ რამეს გავიგებ და უფრო გავახმარებ ჩემს ცოდნას და საინტერესო იქნება. გასაგებია, ჰეგანას უნდა ვკითხოთ, შენ თუ იღებდი სხვა პროექტებში მონაწილეობას, თუნდაც ისტორიულ თემაზე და აი რამდენად საინტერესო იქნება უკვე ეს პროექტი შენთვის, როგორ ფიქრობ? პირველ რიგში მოგესალმებით მეც. ისტორიაში მე ვიღე მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, ერთ-ერთი იყო, ჩვენ გავაკეთეთ სკოლაში დავით აღმაშენებლის შესახებ პრეზენტაცია მისი რეფორმების შესახებ. ხოლო ეხლა და ისტორიის გარდა სხვა პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პრეზენტაციის მოწყობა ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო და მასწავლებელმა როცა ჩვენ გამოგვაცხადა, მაშინ მივიღე მონაწილეობა. რადგან ეს მე როგორც ეხლა მომავალშიც გამომადგება, იმიტომ რომ სამართლის განხილვა მინდა რომ ეხლა გავაგზავნო.
და ნინოს უნდა ვკითხო ასევე შენ თუ გიყვარს ისტორია და კონკრეტულად ეს თემა შენი აზრით რამდენად საინტერესო იქნება საქართველოს პირველი რესპუბლიკა? დიახ, მნიშვნელოვანია ეს, რადგან უფრო მეტი ინფორმაცია ექნება მოსწავლეებს საქართველოს რესპუბლიკის შესახებ, რომელმაც ძალიან მცირე ხნით იარსება. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მოცემულია, ამ პროექტის მეშვეობით ჩვენ საშუალება გვეძლევა უკეთ შევისწავლოთ და გავეცნოთ საქართველოს რესპუბლიკას. ქაუტონკეთი წეგან ახსენეთ, რომ 26 მაისს გაიმართება მთავარი ღონისძიება, ესე იგი შემაჯამებელი სახე იქნება ამ ყველაფერს. კონკრეტულად რა წარმოდგენა გაიმართება ამის შესახებ რომ გითხრათ, ვინმე დაჯილდოების სახე იქნება თუ არ ვცდები და ვიქტორინაც გაიმართება. დაახლოებით 26 მაისისთვის ალბათ რამდენიმე დღით ადრე შეიძლება ვიქტორინის საღამო შეჯიბრების სახე აქვს ამას. ჩვენ ვცადეთ რომ ცოტათ უფრო თანამედროვე სახე მიგვეცა ამ პროექტისთვის, იქნება ბრენდინგის სტილში თამაში, შესაბამისი აპარატურა დაეთმობა და მანამდე იქნება კენჭისყრა, სკოლების წარმომადგენლები მოვლენ კიდევ ერთხელ ეროვნულ არქივში და თავად აირჩევენ ბრმა კენჭისყრით რომელი სკოლა რომელ შეეჯიბრება და რა ტურებად იქნება დაყოფილი ეს ყველაფერი. შემდეგ ბოლოს გამოვლინდება უკვე ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება გამარჯვებული სკოლა. საპრიზო ადგილები იქნება გადანაწილებული პირველ, მეორე, მესამე ადგილები და ასევე გამოვლინდება გამარჯვებული ერთიც გამარჯვებული მოსწავლე, ეს იქნება ქულათა რაოდენობის მიხედვით გადაწყდება ალბათ. ჩვენი სიმპათიები სასაკვირველია იქნება. შარშან მახსოვს გაიმარჯვა 99 სკოლამ და ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს ხათაშორის და მოსწავლეებიდან იყო გოგონა სკოლა, კერძო სკოლა პოლიგლოტიდან. მინდა გითხრათ და ეხლა საერთაშორისობრივი ვართ მათი მონაცემებით, იმიტომ რომ ეს იყო გოგონა, რომელმაც ალბათ პიროვნული მონაცემებით ჩვენი კალკულება გამოიწვია. ასე რომ წელს ველოდებით ბევრად უფრო ესეთი მნიშვნელოვანი შედეგებს. რა თქმა უნდა იქნება პრიზები, რა თქმა უნდა იქნება დაჯილდოება. წინასწარ არ ვაცხადებთ რა ტიპის პრიზები იქნება, იმიტომ რომ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი მოულოდნელობა იყოს. შარშან მაგალითად რა პრიზები? შარშან იყო ჩვენი გამოცემები, სხვა ტიპის ლიტერატურა, სკოლას გადაეცა სპეციალური თასი გამარჯვებულის და გამარჯვებულ მოსწავლეებს ასევე სხვა საჩუქრებთან ერთად გადაეცათ ამ გამარჯვების აღმოჩენილი სადამკვირვებლო ნელები. გასაგებია, მოსწავლეებს უნდა ვკითხოთ ასევე თქვენი სკოლა რამდენად ხშირად იღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას, რამდენად არის ჩართული ზოგადად ესეთ საგანმანათლებლო თემებში, პროექტებში ამის შესახებ რომ თუნდაც შედარებით დაბალ კლასელები, ან თქვენი თანაკლასელები. ჩვენი სკოლა საერთოდ იღებს რამდენიმე წელი უკვე მანამდეც იღებდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი კლასი უკვე რამდენიმე წელია ვიღებთ მონაწილეობას ამ პროექტებში, სამხალხო პროექტებში, სხვადასხვა პროექტებში და ძალიან საინტერესოა ჩვენთვის ეს ყველაფერი, ბევრ რამეს ვიგებთ ამ პროექტების მეშვეობით. და აი თქვენც გითხავთ, თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ესეთი პროექტების სკოლისთვის მსგავსი აქტივობები და ასე მაინტერესებს თქვენ სკოლას თუ აქვს ცალკეულად მონაწილეობა მიღებული, უბრალოდ გამარჯვებები თუ გაქვთ ხშირად მოპოვებული ამის შესახებ. კი, ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს გაკეთებული, მათ შორის ჩვენ სამოქალაქო განათლების მხრივ გავაკეთეთ პროექტი ნაადრევი ქორწინების შესახებ და რომელმაც ასე რომ თქვა გავიმარჯვა და მოვიწინებ. გასაგებია, მე წარმატებებს გისურვებთ თქვენ ამ პროექტში და ზოგადად სხვა პროექტებში და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში. ქაუტონკეთი, თქვენ გითხავთ, სხვა პროექტებს ხომ არ გიგმავთ კიდე ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება ამის შესახებ და შემიძლია დავუსრულებთ. სასწავლებელი პროექტები იგეგმება, ეს არის სამეცნიერო პროექტები საგანმანათლებლო და საგამოფენოც, უამრავი უკვე წამოწყებულია, არაერთი და არა ორი. თანდათანობით სასწავლველია მედიასაც ჩავაყენეთ საქმის კურსში. მე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, აი ამ ჩვენი არსებული მიმდინარე პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული მადლობა იმ სკოლებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, იმიტომ რომ ჩვენ დღესაც ვიყავით რამდენიმე სკოლაში და ყველა სკოლა ავლენს ესეთ მონდომებას, მობილიზებულია ჩვენ მიდევართ ამ სკოლებში. საკმაოდ დიდი რაოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ თითო გუნდი შედგება მხოლოდ 5 ბავშვისგან, ყველა სკოლაში პრეზენტაციაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ბავშვები ესწრებიან და ცდილობენ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება და თავიანთი აზრი. ხშირად ჩვენ ვიცით რომ აი ამ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და დღევანდელ დღეში საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ცუდი საკმაოდ კომუნისტების პერიოდი და ამან ბევრი რამე დაფარა და ჩვენ გვხვდება
ძალიან ბევრი დოკუმენტის გამოტანა, ძალიან ბევრი დოკუმენტის ბავშვებამდე მიტანა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად, თქვა, შაშენდელმა პროექტმა უჩვენა, რომ ხშირად აქვთ ერთი დამოკიდებულება და შემდეგ უკვე პროექტის შემდეგ სხვა დამოკიდებულებით ვსრულდებით ერთმანეთს. ამის დასტურია არაჩვეულებრივი ინტერვიუები, რომელიც ჩვენი ბავშვებმა მოგცეს, მათი აქტუალებული დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ და ასე შემდეგ. კიდევ მეორე ვფიქრობ, რომ წელს კიდევ უფრო მეტი შედეგი იქნება ამ ყოველთვის. რა თქმა უნდა, თუნდაც იმის ეზის გამო, რომ უკვე მასშტაბები გაზრდილია რეგიონებში არსებული სკოლებიდანაც ესეთი აქტივობა არის და ალბათ სამომავლოდ უკვე მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ეს მასშტაბი და იმედი მაქვს, რომ მთელ საქართველოს მოიცავს. იმედი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე ვფიქრობ, რომ მართლაც საინტერესო პროექტი ელის ამ ახალგაზრდებს გემშვიდობებით კიდევ უფრო დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გადაცემა კი გრძელდება რამდენიმე წუთში, ჩვენ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში, კვლავ საინტერესო თემა გველის, ასე რომ დაგველოდეთ, იყავით ჩვენთან ერთად.